ჩინეთი დღეს განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის მიხედვით, ჯერ კიდევ 2023 წელს ჩინეთმა 297.6 გიგავატი განახლებადი ენერგია აწარმოა, რაც იმ წელს გლობალური მასშტაბით გაზრდილი მწვანე ენერგიის 63% იყო. ჩინეთში ასევე დასაქმებულია მსოფლიოს მწვანე ენერგეტიკის სფეროს მუშახელის თითქმის ნახევარი. ყველაზე თვალსაჩინოდ კი ჩინეთის დაწინაურება ამ მიმართულებით ელექტრომობილების ინდუსტრიაში იგრძნობა. ელექტრომობილები დღეს მომავლის ტრანსპორტად მიიჩნევა, მაგრამ ჩინეთში ეს მომავალი უკვე დამდგარია. ჩინეთმა ჯერ ააშენა ენერგიის მიწოდების ჯაჭვი, შემდეგ განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურა და ბოლოს დაიწყო ელექტრომობილების შესაძლებლობების გაძლიერება. ეს ნაბიჯები გონივრულად თანმიმდევრობით განხორციელდა და ამაში მთავრობამ პირდაპირ როლი ითამაშა. მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი ჩინეთში გადაადგილდება, მაგრამ ეს მხოლოდ მისი მოსახლეობის სიდიდის გამო. რიცხვებს რომ დავაკვირდეთ, 1.4 მილიარდი მოსახლე ჩინელიდან დაახლოებით 1 მილიარდია ავტომობილების მართვის ასაკში. ჩინეთში კი 2024 წლის ბოლოს დაახლოებით 353 მილიონი ავტომობილი გადაადგილდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მართავს მანქანას. ეს კი იყო ერთგვარი შესაძლებლობა ჩინეთის მთავრობისათვის შეეცვალა ავტოინდუსტრია. ვაშინგტონში არსებული ცენტრის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევებისათვის CSIS ამბობს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩინეთმა 230 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ელექტრომობილების ინდუსტრიის მხარდასაჭერად. მაგალითად, ბოლო 10 წლის მანძილზე ქვეყანამ ელექტრომობილები გაათავისუფლა DGG-საგან, რითაც მოსახლეობა ათასობით დოლარს ზოგავდა ელექტროავტომობილის შესაძენად. ამას ემატებოდა სამომხმარებლო სუბსიდიები, მწარმოებელთა წახალისება, კვლევისა და განვითარების დაფინანსება და სხვა. არ აქვს მნიშვნელობა ელექტრომობილს ყიდულობ, ელექტროენერგიას აწარმოებ თუ ბატარეებს აწყობ. ჩინეთში ყველას აქვს უფლება მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება მისი ელექტროინდუსტრიის წახალისებისათვის. ამ ყველაფერმა კი ჯერ ელექტრომობილების ინდუსტრია გადაარჩინა და შემდეგ გააძლიერა ბაზარზე ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნებით.